მოგესალმებით, აჭარის ტელევიზიის ეთერშია გადაცემა მე ვარ ფერმერი, მე მისი წამყვანი ვარ ლალა ფაღავა. გასულ გადაცემაში ჩვენ ვნახეთ მეცხოველეობის დარგის განვითარების ესტონური მოდელი, რომელმაც მაყურებელში დიდი ინტერესი გამოიწვია და გადავწყვიტეთ ჩვენს ქვეყანაში არსებული მსხვილი სტანდარტიზირებული ფერმა გვეჩვენებინა. საქართველოს რუკაზე რამდენიმე ასეთი ადგილი მოინიშნა და ჩვენ ავირჩიეთ რაჭა. ამ მხარეში 2008 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ-შვეიცარიული ფერმა, რომელშიც დღემდე 27 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოგზაურობიდან სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავბრუნდებით, ახლა აჭარის ტელევიზიიდან პირდაპირ გავიშურებით რაჭისკენ. აუცილებლად გვიყურეთ. დაი მოვედით საქართველოს ულამაზეს მხარეში, ჩვენ ახლა სოფელ შარდომეთში ვიმყოფებით და მოვინახულებთ დღეს ფერმას, რომელსაც 800 სული მეხორცული ჯიშის საქონელი ყავს. ნახოთ, როგორ ხდება აქ შვეიცარიული გამოცდილების ქართულ რეალობაში გადმოტანა. გამარჯობათ, მოგესალმებით, მადლობა, როგორ ხართ? დამღლელი მგზავრობა თქონდა, თუმცა აქ მოსულები უკვე განვიტვირთეთ, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ჰაერია. წამოსვლამდე დავპირდით მაყურებელს, რომ აქ სასიამოვნოდ გაგვაოცებდით და დღეს ამის იმედი ნამდვილად მაქვს. ჩვენ მხრივ შევეცდებით, რომ დაღლილობა შეგიმსუბუქოთ საინტერესო გარემოთი და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც საინტერესო იქნება და რაც ნამდვილი იქნება იმისათვის, რომ სრული სურათი შევქმნათ მაყურებელს. საიდან გაჩნდა ზოგადად იდეა, რომ ეს საწარმო გაშენებულიყო და შემდეგ ეს ულამაზესი ადგილი როგორ შეერჩიეთ? იდეა გაჩნდა 2008 წელს, რომელსაც ხდები ზუსტად აი სწორედ ამ წელს ჩაეყარა. ქართულ მხარეს იცოდა რა უნდოდა და შვეიცარიელები დაგვეხმარენ იმის გაკეთებაში, რომ მიგვიღო ის შედეგი, რასაც ხედავთ. დაახლოებით არის 5 ჰექტარზე გაშენებული. ძალიან მოიცავს როგორც სასტუმროს შენობას, საოფისეს შენობას, ასევე ფერმის შენობები, სამზარეულო და ასე შემდეგ. მთლიანად 5 ჰექტარი არის. ამინდი გვიწყობს ხელს და თუ მოგცემთ ამის საშუალებას. რა თქმა უნდა, სწორედ ამის ნახავთ და ჩავერთოვით თან. კი ბატონო, წამობრძანდით. სულ 4 ფერმა ამ ტერიტორიაზე. დიახ, სულ 4 ლოკაცია არის. შენდა ალბათ, ხო? არა, ეს ეტაპობრივად მოხდა ამის აშენება. ყველაზე ძველი მაინტერესებს. ყველაზე ძველი, აი აქეთ მობრძანდით. ეს არის ჩვენი პირველი ფერმა. საიდანაც დაიწყო ყველაფერი და უკვე შემდგომში მოყვა სხვა ფერმების დამატება და აშენება. საინტერესოა თორნიკე, როგორ იწყება თქვენი სამუშაო დღე? ჩვენი სამუშაო დღე იწყება დილით 8 საათზე. 8 საათზე მოდიან თანამშრომლები, რომლებიც იწყებენ პირუტყვის დაბმით, საკვების მიწევით. ეს საჭმლის პერიოდი გრძელდება 11-ის ნახევრამდე დაახლოებით. ჩვენთან არ არის რაოდენობა განსაზღვრული ერთსულზე, იმიტომ რომ სრულად შეითვისოს ის რაოდენობა, რაც კონკრეტულად რომელიმე პირუტყვის თავად სურს, ამ შემთხვევაში არ უნდა რაციონი განუსაზღვროთ. 11-ის ნახევრიდან უკვე იწყება აშვება და ხდება უკვე სადგომი ტერიტორიის დასუფთავება, დახვეტა. აქვე ჩაგერთვებით აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ აქ შემოსვლისას ის იმ სპეციფიურ სუნს არ ხვდებით, რომელიც ქართულ ფერმებში ხშირად არის. დიახ, დაგეთანხმებით, შვეიცარიელებმა ზუსტად იციან ამ შემთხვევაში რა და როგორ უნდა გააკეთონ. აქ სანიავო სისტემები დაყენებული და ზუსტად ამიტომ განიავება ხდება სწორედ და მართებულად ამ შემთხვევაში. თქვენ მეხორცული მიმართულებით მუშაობთ და რომელი ჯიშებია აქ რას გვირჩევენ შვეიცარიელები? ამ შემთხვევაში შვიცი თავისთავად ეს შვიცი ასოცირდება ალბათ მეცხოველეობასთან. ამ შემთხვევაში ჩვენთან წარმოდგენილია 2 ჯიში, შვიცი და სიმენტალი, რომლის თაობის გაუმჯობესებაც მიმდინარეობს. და რა არის ამ 2 ჯიშის შორის განსხვავება ძირითადი? და უპირატესობები მათი. მათი უპირატესობები ისაა, რომ შვიცი არის კომბინირებული ჯიში, ნებისმიერ მიმართულებით შეგიძლია გამოიყენო, თავარია შენ რა მიმართულებას მიცემ. ამ შემთხვევაში ჩვენ ამ ეტაპზე
მეხორცული მიმართულებით მუშაობთ. შემდგომში ვაპირებთ რომ ერთზეულიც, მაგრამ ეს ცოტა შორი პერსპექტივაა, დაახლოებით 2020 წლიდან ვაპირებთ ამ ხრივ მუშაობას. მანამდე მეხორცული მიმართულება. რატომ ენიჭება უპირატესობა ფერმის ამგვარად მოწყობას? რასაც ხვდებით ჩვენ ტრადიციული ფერმის მოდელს, მისგან განსხვავებით, რა უპირატესობები აქვს? სპეციფიკას სწორედ იმას შეიცავს, რომ აქ არის ნებაზე საქონელი მიშებული, არ ხდება მათი განსაზღვრა დაბმა, ასე რომ ვთქვათ. კონსტრუქციაც იმიტომ არის ესე მოწყობილი, რომ სწორედ ის სპეციფიკური სუნი არ იყოს, რაც თქვენ აღნიშნეთ, მოხდეს სწორი განიავება, კონდენსაცია. აქ არის თაროები, რომელზეც ვხედავთ დაპრესილ თივას. ეს თივები არის ჩვენი ძალებით მოყვანილი ალპურ საძოვარზე, რომლის აღებაც ხდება ჩვენი ტექნიკით და უკვე ადგილზე მოტანა და დასაწყობება, რომელსაც უკვე ზამთრის პერიოდში ჩვენი პირუტყვი მიირთმევს. მე აუცილებლად მინდა სხვა ფერმებიც ვნახო. მაინტერესებს ერთმანეთისგან ეს ფერმები თუ არის განსხვავებული. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ როდესაც ეს ფერმა აშენდა, მაშინ სხვა სამშენებლო მასალები იყო, ამ შემთხვევაში დრო წინ წავიდა და ეს არის ხის კონსტრუქციის ესე რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა. უკვე ახალი ფერმა გვაქვს მთლიანად რკინის კონსტრუქციით. და სენდვიჩ პანელით გამოყენებული. სიამოვნებით ნახავდი იმ ფერმასაც, რა თქმა უნდა. ეხლა საუბრობდით დასუფთავებაზე. აგერ აღნიშნული ტრანსპორტით ტექნიკით ხორციელდება ჩვენი შიდა ტერიტორიის დასუფთავება, პირუტყვის სადგომის დასუფთავება. დროსაც ზოგავთ. რა თქმა უნდა, კი ბატონო. ეს ღობეები რისთვისაა განკუთვნილი? ეს ღობეები არის განკუთვნილი საქონლის გასასეირნებლად, იმიტომ რომ 8 თვის განმავლობაში აღნიშნულებიდან გამომდინარე გვიწევს რომ საქონელი გავასეირნოთ, მზემ შეხედოს. აქ ვხედავ ელექტრომწყემს. კი, ეს არის მავთული, რომ შესაბამისი აპარატიდან ხერხდება აღნიშნული განკუთვნილი ვოლტის და ვოლტაჟობის და დენის მიწოდება, რომელიც ზიანს არ მიაყენებს საქონელს, რომლითაც არის შემოსაზღვრული, რომ არ გამოვიდეს პირუტყვი პერიმეტრზე და იყოს შემოსაზღვრული. როდესაც სოფლის საქონელის შეერევა შეიძლება იყოს დაავადებული, ამ შემთხვევაში თავს მაგხრივაც ვიცავ, მაგრამ ჩვენთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კიდევ სოფლის საქონელთან შერევა არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ჩვენ ხელოვნური განაყოფიერებით ვაუმჯობესებთ ჯიშებს. მნიშვნელოვანია, როცა წმინდა ჯიშის გამოყვანაზე მუშაობთ და ეს არის თქვენი ერთ-ერთი ცალკე მიმართულება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი, მინდა ეს ხაზგასმით აღვნიშნო, იმიტომ რომ ქართულ რეალობაში გვინდა დავნერგოთ და მივიღოთ ქართული შვიცი და ქართული სიმენტალი. ამ ეტაპზე საკმაოდ წარმატებით მუშაობთ ამ ხრივ. პირველი, მეორე, მესამე თაობები აქტიურად გვყავს. მეხუთე თაობა იქნება სუფთასისხლის ქართული შვიცი და ქართული სიმენტალი. ეს ყველაფერი როდის? ეს ყველაფერი როდის იქნება? ეს იქნება 2022 წელს. სუფთასისხლს მივიღებთ 2022 წელს. მოკლედ, რამდენად უნდა გვიხაროდეს ეს ამბავი? დღეს უნდა დავრწმუნდეთ ამაში და უნდა გავიგოთ მეტი უპირატესობა ამ ჯიშების. უკვე მეორე ფერმაში ვართ და ერთი რაც შემიძლია დარწმუნებით თქვა შემნიშნე არის საქონლის სიმშვიდე. ჩვენთან ფერმაში არ შეიძლება ხმამაღალი საუბარიც კი, ყვირილზე, რტყმევაზე, პირუტყვის ცემაზე ხო ზედმეტია საუბარი, იმიტომ რომ სტრესული გარემო მოქმედებს უკვე შემდეგ ცხოველზე. ეს გამოიხატება ხორცის ხარისხზეც, რა თქმა უნდა. სტრესული გარემო ცემა აზიანებს ხორცს, რა თქმა უნდა. შეიძლება გარეგნულად არა, მაგრამ შიგნი ზიანდება ხორცის ის მონაკვეთი. აი ვიზუალზედაც ეტყობა კიდევაც ჩვენ საქონელს რომ არიან მოვლილები, ვცდილობთ რომ შევუქმნათ ის გარემო, რის საფუძველზედაც უკვე მივიღებთ იმ ხარისხის ხორცს, რა ხარისხის ხორციც ჩვენმა მომხმარებელმა უკვე აგერ 10 წელიწადია იცის. რამდენ კილოგრამს იწონის ერთი საქონელი? საშუალოდ, რა თქმა უნდა, 100-ს გააჩნია. აქ ეხლა დაახლოებით წარმოდგენილია 2 წლიდან ზემოთ 4-5 წლამდე. და 500 კილომდე არიან ამ პერიოდში უკვე
აი 600-მდე რაც შეგვიძლია. რამდენი წლის განმავლობაში ინახავთ მას და როდის გება ის მომენტი, როდესაც უკვე ამ შემთხვევაში აქ არიან მამრები, რომლიდანაც ჩვენ ხოლმე ხორცის პროდუქციაზე მუშაობ. ჩვენ პირველ საწარმოში გადაგვყავს 500 კილოდან ზემოთ და როდესაც უკვე ეს კატეგორია მიაღწევს აი ამ ზომებს, ხდება მათი ეტაპობრივი გადაყვანა და უკვე მათგან ხორცის მიღება. თივა, რომელსაც ახლა მიირთმევს ეს საქონელი, კონკრეტულად სად მზადდება, როგორ მზადდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო. განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ყვებას. და საინტერესოა თქვენი გამოცდილება. ჩვენთან რელიეფიდან გამომდინარე 8 თვიანი დაბაგების პერიოდი გვაქვს. პირველ დღეს ინდივიდუალურად რომელსაც რამდენი სურს, იმდენი შეუძლია აიყოს. თივას ვაწარმოებთ როგორც ჩვენ თვითონ, ასევე ყიდულობთ. რატომ ირჩევთ თქვენ თივას და არა სხვა საკვებს? ჩვენ იმიტომ ვირჩევთ თივას, რომ ჩვენ გვინდა რომ ჯანსაღი პროდუქცია მივიტანოთ მომხმარებლამდე. არანაირი საკვებ დანამატი არ არის ჩვენს რაციონში. რაც აისახება ხორცის ხარისხზე და ეს არის ჩვენთვის უპირველესი. დაახლოებით რამდენი ადამიანია ჩართული ყველა ამ პროცესში? მთლიანად კომპანიაში დასაქმებულია 70 ადამიანამდე. უშუალოდ ფერმის განყოფილებას 20 თანამშრომელი ემსახურება. რაჭის რეგიონში დასაქმებულების 95% წარმოადგენენ ადგილობრივებს. მე მინდა დაავადებებთან დაკავშირებით ვისაუბროთ და მაინტერესებს ვეტერინარი ადგილზე თუ მუშაობს თქვენთან? რა თქმა უნდა, გვყავს ჩვენი ვეტერინარი, რომელიც ალბათ უპრიანი იქნება, რომ თავად გაგესაუბროთ. უბრალოდ მინდა ის აღვნიშნო, რომ ეს ის კუთხეა ვეტერინარია, სადაც ცოტა გვიჭირს. თუ გვიყურებს ისეთი დაინტერესებული ადამიანი, ვისაც უყვარს ეს საქმე, ვეტერინარია იცის და ესმის და არის ამ საქმეზე შეყვარებული, ეს არა მარტო მისთვის სამსახური იქნება, არამედ კარიერული წინსვლა იქნება, როგორც პრაქტიკულად, ისე თეორიულად ჩვენთან ძალიან ბევრს ისწავლის, იმიტომ რომ ჩამოდიან შვეიცარიელები, რომლითანაც ხდება ჩვენი კადრების გადამზადება აღნიშნული კუთხით. აი დამწყეო ვეტერინარებო, აქვე ერთი ვაკანსიაც უკვე გამოგვიჩნდა. კი, ხმამაღლაც ვიტყვი, რომ ძალიან დიდი კარიერული წინსვლა ექნებათ, როგორც პრაქტიკულად, ასევე თეორიულად. მენიერია, მოკლედ თუ დაგაინტერესა ამ წინადადებამ, აუცილებლად უნდა მოგწეროთ ჩვენს Facebook გვერდზე და ამ არაჩვეულებრივ გუნდს დაგაკავშირებთ ჩვენ. კარგი, გადავინაცვლოთ იქით, მაშინ და ვეტერინარს გავისაუბროთ. კი ბატონო, წამოგზავნით. ოთხი წელია რაც ამ კომპანიაში ვმუშაობ. ჩემი დილა იწყება იმით, რომ უნდა დავათვალიერო საქონელი, რომ რამე დაავადება არაფერი იყოს, რამე სპირტი არ იყოს მოწყენილი. ბუნებრივი განაყოფიერება ჩვენთან აბსოლუტურად გამორიცხულია, ეს დაუშვებელია ყოველად. ორი ჯიშის სპირტს ვანაყოფიერებთ, ჯიშის წარმოებას ვეწევით, ეს არის შვიცისა სიმენტალის, რომლის შეჯვარებასაც ვახდენთ ადგილობრივ ჯიშებზე, რათა უფრო ადვილად შეეჩვიოს ალპურ ზონას. ამ რეგიონისთვის ორი ძირითადი დაავადება არის, ეს არის ემკარი პასტეროლოზი, რაც ძალიან დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებდა ფერმას, თუმცა ჩვენ გვყავენ შვეიცარიდან ყოველ სეზონზე ჩამოგდის ინსტრუქტორები, რომლებმაც გვასწავლეს ამ დაავადებებთან ბრძოლა და ეხლა ვატარებთ გეგმიურ ვაქცინაციებს, დამუშავებას საქონლისას, ეს დაავადებები ავიცილოთ თავიდან. და საკმაოდ კარგი შედეგიც მივიღეთ, თითქმის უკვე 3 წელია ეს დაავადება ჩვენ ფერმაში აღარ დაფიქსირებულა, რაც ძალიან კარგი შედეგი არის. თივის წარმოებას, ასე ვთქვათ, თავისი ჯგუფი ყავს. ვართ 4 კაციანი ჯგუფი და ჩვენ თვითონ ვიცით უკვე, როდის რა ფაზაში უნდა გავთიბოთ, ავიღოთ და შემდეგ ასე ვთქვათ, დავპრესოთ. ამ კომპანიას აქ ალპურში თავისი კუთვნილი ტერიტორიები, სადაც ჩვენი ტექნიკით ვთიბავთ, ასე ვთქვათ, ნორჩ თოთბალახს ვთიბავთ, პრესავთ. ჩვენ ვაკეთებთ, ვმუშაობთ რგვალპრესზე. რგვალპრეს უპირატესობა ის აქვს, რომ რაც არ უნდა რო გაწვიმდება, იმიშიში არა გაქვს, რომ შიგნით შეაღწევს ნესტიან, დასოლდება და შემდეგ რომელიც გამოიწვევს პობას და როდესაც თივა პობას იწყებს, უკვე სოკო ვითარდება, რომელიც საქონელს აზიანებს და ეს ოთხკუთხედი პრესი უფრო ის არის, ასე ვთქვათ,
წვიმის პერიოდში დიდი საშუალება არის, რომ გაგიფუჭდეს მთლიანად ნაშრომი. მე მოუთმენლად ველი საწარმოს ნახვას, რომელიც ვიცი რომ აქედან რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაა. კი ბატონო, უკვე შეგვიძლია გაგაცილოთ ჩვენ ფერმის ტერიტორიიდან და თქვენი თავი დაუთმოთ საწარმოს, გელოდებიან იქ და იმედი მაქვს მივაწოდებთ მაყურებელს იმ ინფორმაციას, რასაც თვალით აუცილებლად ეს არის ჩვენი მიზანიც. თორნიკე, თქვენ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ყველა ის პროცესი გვაჩვენეთ ამომწურავად და სრულად, რომელიც თქვენ საწარმოში აქ ამ ფერმებში ხდება. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კარგი. დროებით, გემშვიდობებით და ჩვენ გადავიდეთ თქვენ საწარმოში. კარგით, აგემშვიდობებით და აბა კარგად. ჩვენი ფერმიდან მოდის ყოველ ორ შაბათს საქონელი დასაკლავად. ევროპული სტანდარტით ხდება აქ ხორცის დამუშავებაც, ტექნიკაც ევროპული სტანდარტის ხორცს ყველაფერი აბსოლუტურად. საქართველოში არსად არ არის, არსად არ ხდება ეს. ჩვენ გვაქვს სპეციალური უროთობი, რომელთაც ითიშება საქონელი და ვერიგებს დაბოლას. დაბლის შემდეგ ხდება სისხლ გართმევაჯერ, გატყევება, შემდეგ გვაქვს ორი მასივარი, რომელშიც ხდება 24 საათის განმავლობაში გაცივება, აუცილებლად უნდა გაცივდეს ხორცი, სანამ დაიწყება მისი დამუშავება. ხორცი მუშავდება წინა ნაწილებად და უკანა ნაწილებად. უკანა ნაწილს ჩვენი კომპანია ამწიფებს. საქართველოში არ არის ანალოგი, პირველი ვარ ჩვენ, რომლებიც ამწიფებთ ხორცს შვეიცარიული წესით. წიფდება ბარკალი და ანტრეკოტი მხოლოდ. 3 კვირა არის სპეციალურ მასივარში, სპეციალურ ტემპერატურაზე, ტენიანობაზე და შემდეგ ეს დამწიფებული ხორცი და ასევე ნედლი ხორცი, ახალი ხორცი, ანუ რომელიც წინა ნაწილებიდან ამოდის, მუშავდება დასამუშავებელ ოთახში, ხორცის დასამუშავებელ ოთახში, ვაკუუმში იძვალება, სცილდება ზედმეტი ქონი, ძარღვი, ყველაფერი, ანუ იწმინდება საერთოდ ყველაფერი მისგან რაც ვის გამოყენებაც არ შეიძლება. ვდებთ ვაკუუმში და ისე იგზავნება ჩვენი საკუთარი მასივარი მანქანით თბილისში ჩვენს მაღაზიაში. იმით არის განსხვავება და იმით არის ჩვენი რა ქვია, ხორცი, რომ გვაქვს დამწიფებული ხორცი, რომელიც საქართველოში ანალოგი არ ყავს. საინტერესო ის არის, რომ ჯერ ერთი დაცლილია ყველანაირი სითხისგან, დარბილებულია და გემოვნებითაც სხვანაირი გემო აქვს. რაღაც პიკანტური გემო აქვს უფრო რაღაც ისეთი. დაახლოებით თვეში დამწიფებული ხორცი 2 ტონამდე, 2 ტონანახევრამდე მიდის თბილისში და ასევე ამდენივე მიდის ჩვეულებრივი ახალი ხორცი. 45-დან იწყება 60 ლარამდე. 1 კილოს ფასი დამწიფებული ხორცი. ეს არის ძლიერი მხარე, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვამზადებთ. დაწყებული ფერმიდან დამთავრებული მაღაზიამდე.